მე პრესაში მithქვავს და პირფერობა არ მიყვარს საერთოდ და ვამბობ და ვადასტურებ, რომ უდიდეს პატივს ვცემ ბიძინა ივანიშვილს და მიმაჩნია, რომ ორი ძეგლი აქვს მინიმუმ მაკაც დასადგამი, ერთი იმ რაღაც კოლოსალური ქველმოქმედებისთვის, რაც მან გაწია ქვეყანაში, სრულიად უანგაროდ ყოველგვარ და ბეცი არის ადამიანი, ვინც ამბობს, რომ ბატონი ბიძინა ამას აკეთებდა, იმიტომ რომ პოლიტიკაში უნდა გამოსვლა და ეს არის ქვეყნის ისტორიაში უდიდესი ქველმოქმედება და მეორე ძეგლი მას ეკუთვნის იმისთვის, რომ მან მოგვაშორა ეს დესპოტური რეჟიმი. აი, ორი რაღაც უდიდესი მადლობა გვაქვს სათქმელი, მაგრამ არის ხალხი, ხო, პოლიტიკა, ეხლა მე რა ვიცი, პოლიტიკა, მაგრამ ძალიან ბინძური საქმე არის, მაგრამ მე მექნება საბერძნდება, რომ არის ხალხი, რომელიც ტროას ცხენის ჯაშუშებივით შეყვენ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში ნულოვანი რეიტინგით და ნუ ეგონებათ მათ არ მინდა სახელების დასახელება, ნუ ეგონებათ მათ, რომ ისინი არიან ლეგიტიმური, თქვათ, რეიტინგის მატარებელი უმრავლესობის წევრები. ისინი შევიდნენ ერთი კაცის რეიტინგზე და ეხლა გამოჩნდება, რისთვის შევიდნენ ისინი იქ და კარგად დაფიქრდნენ, რა უნდათ. უნდათ ხალხის დაკვეთის შეიძლება 60 და 100,000-იან ჯგუფს საზოგადოებისა უწოდო რაღაცა ჯგუფი. და იძახო, რომ ეს რა ქვია, ეს არის რაღაცა ბრბო აგრესიული და ასე შემდეგ. რესპუბლიკური პარტია ყავთ ხედულობაში ძირითადად. მე თავს შევიკადრებდი აქ ეხლა რაღაც სახელებისგან, პარტიული და გვარების დასახელებისგან, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ ქართველი ხალხის მთავარი დაკვეთა ეხლა ხშირად გვესმის, რომ არის ეს რა ქვია, უმუშევრობა პრობლემა, გასაგებია, ეკონომიკური წინსვლა ეს პრობლემა. ეგ რა თქმა უნდა ყველას ძალიან გვადარდებს. მაგრამ მთავარი დაკვეთა ჩვენი ხალხისა, როგორც მე მესმის, არის ზნეობრივი და სამართლიანი საზოგადოების მშენებლობა. და რა ზნეობაზე არის ლაპარაკი, თუ თავს მოგვახვიეს ის გარყვნილება, რომელიც ასე ანგრევს ევროპას და ამერიკას, რომელიც მე ძალიან მიყვარს.